მოდი ვნახოთ რა არის მისი დუმილის მიზეზი. მისი დუმილის მიზეზი ხარ შენ. ამ ადამიანმა თითქოს არ იცის როგორია ახლა შენი ენერგიები და რა ენერგიებში იმყოფები. არ იცის ფიქრობ თუ არა მასზე, არ იცის თავს ცუდად გრძნობ იმის გამო რომ შენთან არ არის თუ პირიქით მზად ხარ რომ უკვე ცხოვრება გააგრძელო და ახალი გზისკენ იხედები. მას გონია რომ ვერ იღებს გადაწყვეტილებას გამოვიდეს თუ არა კონტაქტზე იმის გამო რომ არ იცის შენ ახლა მოკლედ რა მდგომარეობაში იმყოფები. თუმცა მას აქვს ძალიან დიდი სურვილი აქტიურობის და ნაბიჯის გადმოდგმის. ის რასაც ამჩნევს ამ ეტაპზე შენთან მიმართებაში არის ის რომ შენ ორიენტირებული ხარ შენს კარიერაზე, შენს ფინანსებზე, შენს წარმატებაზე და იმასაც ფიქრობს რომ შეიძლება ახლა სხვა ადამიანის გყავდეს გვერდით და დარწმუნებული არ არის რომ რაიმე ნაბიჯის გადმოდგმა ღირს შენთან მიმართებაში. თუმცა ამ ადამიანს აქვს საკმაოდ რომანტიკული ზრახვები და სურვილები. ამ ადამიანს აქვს ძალიან დიდი სიყვარული შენს მიმართ, რაც არ უნდა მომხდარიყო თქვენს ურთიერთობაში. ეს სიყვარული არ გამქრალა, პირიქით ამ ადამიანმა ეს სიყვარული შეინახა და ცდილობდა მთელი ამ დროის განმავლობაში რომ შეინარჩუნებინა მიუხედავად სირთულეებისა და შეიძლება ითქვას რომ თავისი პრობლემების გადალახვაში და სირთულეების გადალახვაში ძალიან დაეხმარა ეს სიყვარული. რადგან ეს იყო ერთადერთი რაც მას აძლიერებდა და აძლევდა საშუალებას რომ გამკლავებოდა იმ ყველაფერს რისი გავლაც მოუწია. ასევე ეს ადამიანი ფიქრობს რომ ძალიან უაზროდ მოიქცა, იმიტომ რომ შესაძლოა აქ იყო სიტუაცია რომ ამ ადამიანმა ვიღაც ხვის გამო მიგატოვა. მიგატოვა იმის გამო რომ ფიქრობდა რომ ქონდა ძალიან ბევრი სხვა არჩევანი, რომ უკეთესი ვარიანტი შეეძლო იპოვნა ცხოვრებაში, უკეთესი ადამიანი, უკეთესი პარტნიორი და აი მოკლედ პატარა ბავშვებით აცაცარდა თითქოს და ძალიან დაუფიქრებლად მოიქცა. ყოველ შემთხვევაში ეხლა ასე ფიქრობს. კი, ძალიან სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და ძალიან უაზროდ, რამაც გამოიწვია ის, რომ მან დაკარგა შენთან მოსასვლელი ყველანაირი გზა. თუმცა მან ისიც დაინახა, რომ შენამით არაფერი დაგიკარგავს პირიქით. შენამით მოიპოვე ძალიან დიდი თავისუფლება და ძალიან დიდი აღიარება. თითქოს შენ თვით შეფასება უფრო მეტად გაიზარდა, შენი სანაცნობო წრე უფრო მეტად გაფართოვდა და რაღაც უფრო საინტერესო გახდა შენი ცხოვრება, ვიდრე იქამდე იყო. და თითქოს რაღაც ბავშვური ენერგიებიდან პირდაპირ გადახვედი ძალიან ზრდასრულ შემდგარ და წარმატებულ თუ ქალები მიყურებთ ქალის მდგომარეობაში, თუ კაცები მამაკაცის. ეს ადამიანი ფიქრობ რომ ძალიან დიდი სირთულეები გაიარა მოკლედ და ცოტა არ იყოს დაჭკვიანებული ეს ადამიანი. იმიტომ რომ მასში შემოვიდა რაც აქამდე არ ქონდა, აი ცოტა აქამდე იყო თითქოს ძალიან ქარაფშუტა ადამიანი. აი შეიძლება შენ გადანაშაულობ და რომ ქარაფშუტა იყევი, მაგრამ ეს რაღაცა ჩრდილი იყო რა თავისი, რომელსაც შენში ხედავდა და სინამდვილეში მასში იყო ეს. შენშიც იყო რეალურად ბავშვურობა, მაგრამ არ იყო ქარაფშუტობა. ანუ ეს მზის ენერგია იყო შენში, რაც რაღაცნაირად არის ასოცირებული ბავშვთან და ბავშვურ ენერგიასთან, მაგრამ აი აბსოლუტურად განსხვავდება იმ ენერგიებისგან, რომელსაც ის ასე ვთქვათ გაბრალებდა და აღწერდა შენ, ხო? იმიტომ რომ მზის ენერგია არის პირველ რიგში ძალიან გულწრფელი სიყვარული, ძალიან ნამდვილი სიყვარული. მზის ენერგიაში
მყოფი ადამიანი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია დატკბეს ცხოვრებით და მიიღოს სიამოვნება, აი საერთოდ ყველაფრით სამყაროში. უბრალოდ გაერთ გადის და რაღაცა მზეს რო დაინახავს, ყვავილებს რო დაინახავს, ცას რო დაინახავს, აი ეგ ახარებს და ეგ აბედნიერებს და აი თითქოს ძალიან მინიმალური ყოფნიდა რა და ამ ადამიანს კიდე პირიქით ეს ადამიანი იყო ენერგიებში, სადაც აი რაც არ უნდა ქონოდა, თითქოს უკმაყოფილო იყო ყველაფრით და მაინც რაღაცა სხვა ჭირდებოდა და თან მისი, ასე ვთქვათ, არჩევანიც და გადაწყვეტილებებიც არ იყო, როგორ თქვა, აი რაღაც არაჯანსაღი მიდრეკილებები შეიძლება ქონა ამ ადამიანს, მაგალითად რაღაც მოწევა, ან დალევა, ან რაღაცაზე იყო დამოკიდებული აშკარად ეს ადამიანი და თითქოს ანუ თვით თავისთავში რაც აღიზიანებდა და არ მოწონდა შენზე ახდენდა მერე პროექციას და თითქოს ეს ეტაპი მან გადალახა უკვე და მაშინ შემოვიდა უფრო დაღვინებული ენერგიები, სადაც ის მზად არის გაიხედოს უფრო სტაბილური მომავლისკენ. ის მზად არის დარგოს რაღაც ახალი თავის სამყაროში მცენარე, რომელსაც მორწყავს, რომელსაც მოუვლის და აი მზადაა თითქოს რაღაცა სტაბილურობისთვის, ხო? რისთვისაც აქამდე არ იყო მზად. აი აქამდე ამ ადამიანისთვის ეს მცენარე რო ჩაგებარებინა, შეიძლებოდა სულ გაეხმო და დაეჭკნო, მაგრამ ახლა არის ენერგიებში, სადაც შეუძლია რომ მოუაროს და მოუაროს არა მარტო, ასე ვთქვათ, ამ მცენარეს, არამედ მოუაროს შენს სიყვარულს, გრძნობებს, ურთიერთობას, ოჯახს. რაც აი ეს ზრუნვის მომენტი შემოვიდა, რაც აქამდე მასში არ იყო. რა იქნება თუ არა მისი მხრიდან მოქმედებები, რაიმე კონკრეტული ვნახოთ. მოქმედებები აქ არ ჩანს, იმიტომ რომ აქ ჩანხარ ისევ შენ. იმიტომ რომ შენ ხარ მთავარი ამ ურთიერთობაში. შენზეა დამოკიდებული ბოლო სიტყვა და შენზეა დამოკიდებული რა განაჩენს გამოუტან ამ ურთიერთობას. და შენ აქ როგორც ვხედავ, იმდენად შეცვლილია შენი ენერგიები, იმდენად ახალ ეტაპზე ხარ უკვე გადასული, რომ არ ხარ ბოლომდე დარწმუნებული შემოუშვა უნდა თუ არა ეს ადამიანი შენს ცხოვრებაში. მოდი ვნახოთ რა არის რჩევა შენთვის. რჩევა არის ის, რომ ენდე სამყაროს და ენდე პროცესებს. შენ კი გონია რომ შეიძლება იფიქრო რომ რაღაც შენ წვეთ რაღაცებს და შენი არჩევანია, მაგრამ რეალურად არის რაღაცები, რაც კარმულად არის განსაზღვრული შენ ცხოვრებაში და რაც მოსახდენია, მაინც მოხდება რა და იმ გადაწყვეტ მომენტში თუ შენ საჭიროა რომ ეს ადამიანი მიიღო და დააბრუნო, მიიღებ თუნდაც რაღაც მინიშნებას, რომ კი უნდა შემოუშვა ეს ადამიანი ისევ და თუ არ არის საჭირო, აქაც მოვა შენთან აუცილებლად მინიშნება და აქ ხედავ, რომ სამყარო ყველანაირად დაგეხმარება და შენი შინაგანი შეგრძნებებიც მგონია, რომ აქ არის ძალიან გაძლიერებული შენი ინტუიცია და თუ შენ იგრძნობ ამ ადამიანთან სიმშვიდეს და დაინახავ მას, რომ მასთან შეიძლება გქონდეს ძალიან ბედნიერი და ჯანსაღი მომავალი, ჯანსაღი ურთიერთობა და რაღაცნაირად ოჯახური გარემო, აქ ჩანს ასევე შვილების ყოლის საშუალება, ან რაღაც შინაური ცხოველის, რაღაც აი ოჯახად შეიძლება აღიქმებოდეს ეს ყველაფერი შენთვის და აი ამ ყველაფერს აუცილებლად დაინახო. თუ შეამჩნევ ამ ადამიანში ოჯახს, მგონია რომ რაღაც ყველაფერი შეიცვლება რა და რაღაც სამყარო ცდილობს აი აქეთ წაიყვანოს, შენც აქეთ წაგიყვანოს ეს ურთიერთობაც და ეს ადამიანიც. აქ ასევე ჩანს, რომ არის რაღაც დაბრკოლება და არის რაღაც არაჯანსაღი ჯერ კიდევ დარჩენილი და თითქოს ეს უნდა დასრულდეს. უფრო მგონია, რომ ამ ადამიანის მხრიდან შეიძლება იყოს ჯერ კიდევ ჩარჩენილი რაღაც მიჯაჭვულობა
თითქოს შენსია ეს ადამიანი რაღაცნაირად მიჯაჭვული და დამოკიდებული და სამყარო ჯერ კიდევ არ უშვებს ამ ადამიანს შენთან ახლოს და არ გამოდის სწორედ ამიტომ ეს ადამიანი კონტაქტზე, რომ ჯერ უნდა გაიწმინდოს ეს ადამიანი, ჯერ უნდა გასუფთავდეს ამ ენერგიებისგან და ის რაღაც манипуляციებით აღარ უნდა შემოვიდეს ურთიერთობაში, არამედ უნდა შემოვიდეს სუფთა, ნაზი და წრფელი სიყვარულით. იმისთვის, რომ შენთვის ეს ურთიერთობა არ გახდეს ტვირთი და არ გახდეს სირთულე, რომელიც აქამდე იყო. ყველა ვარიანტში მე ვხედავ, რომ აქ შენ მიდიხარ ისეთი სიტუაციებისკენ და ისეთი ცხოვრების სტილისკენ და ტემპისკენ, სადაც უკვე შენ ცხოვრებაში უნდა შემოვიდეს ოჯახი, უნდა შემოვიდეს ჯანსაღი და სტაბილური ურთიერთობა და შენ ეს ყველაფერი ნამდვილად დაიმსახურე. შენი მარტოობა რაღაცნაირად უნდა ჩამოინგრეს, რაც აქამდე იყო და შენ უნდა გადახვიდე ცხოვრების ახალ ეტაპზე. და სამყარო გეუბნება აირჩიე სიყვარული, აირჩიე ოჯახი, აირჩიე სტაბილურობა, იმიტომ რომ ეს არის შენი გზა და ეს არის შენი მომავალი. და ამ ურთიერთობის შიგნით ასევე შენ გექნება ძალიან ბევრი რაღაც. ანუ ეს არ არის ის, რომ შენ იქნები მხოლოდ დეიდა, ან შენ იქნები მხოლოდ მეუღლე, არა. შენ ასევე ძალიან წარმატებული იქნები შენს კარიერაში, ძალიან შემდგარი იქნები ფინანსურად და წარმატებული და ყველაფერი მოგეცემა ერთდროულად, აქ ესე ვხედავ. ეს არ არის ურთიერთობა, რომელიც რაღაცნაირად შენს კარიერას წაგართმევს, ან შენ რაღაც დამოუკიდებლობას წაგართმევს. პირიქით, შენ შეძლებ, რომ აი ურთიერთობაში შიგნითაც კი რაღაცნაირად არჩე უფრო მეტად შემოქმედებითი, აქტიური, რაღაც შეინარჩუნო შენი კავშირები სამეგობრო წრესთან და რაღაცნაირად აღარ იყო რა შენს თავში ჩაკეტილი და თითქოს შემოენერგები, სადაც უფრო მეტად რეალიზებული იქნები. მეტი ფინანსები გექნება, სიმყარე გექნება, სტაბილურობა გექნება და მთლიანობაში იქნები ბევრად უფრო კმაყოფილი. და თითქოს სწორედ ეს ყველაფერი მოგიტანს აი ამ ყველაფრისგან ძველი სცენარებისგან გაცლა და ძველი სცენარებიდან წასვლა მოგიტანს შენ ამ ახალ ცხოვრებას. სულ ეს იყო, რის თქმაც მინდოდა შენთვის. დიდი მადლობა, რომ მიყურე. თუ გაქვს კითხვები, რომელზეც ვერ გაგეცი პასუხი ამ გაშლის განმავლობაში, მაშინ გელოდები პირად სესიებზე. აბა შენიცი წარმატებებს გისურვებ.